მართლა მეგონა რომ აი ნატოში რომ შევალთ და რაღაც შეგვიყვანეთ ადრე. დაუშვათ ეს მქონდა რომ აი ნატოში რომ შევალთ, ეხლა პრიბალტიკელები შეიყვანეს, ჩვენ შევალთ და რაღაც ხოლგა გვექნება და რაღაც, მაგრამ ეს ყველაფერი რომ დაინახე ეხლა უკრაინის ომი რომ დაიწყო, კიდე ისე უნდა იფიქრო, აი ვერ გავიგე რა. ვერ დაინახე რა გაუკეთა ნატომ, რა გაუკეთა ევროკავშირი, დაანგრია, ხალხი დაიხოცა ერთი მეორე და იმის თავიც არ აქვს რომ დაეხმარონ. არა, უბრალოდ არის ვაჭრობის საგანი. ვაჭრობის საგანია. სად გავიდეს საკონტაქტო ხაზი? ხო. ხო. ამაზე არის საუბარი, სად? ხო, ანუ ისე ვიქარია ტიპები ჩარჩენილები, მაგას ვიძახი რა, მე-20 საუკუნეში არიან რომ აი ნატო და ევროკავშირი და ნატო და ევროკავშირმა რას დამართა უკრაინას, ხედავ და კიდე იგივეს გაიძახი. თვითონ უკრაინელები ამბობენ რომ ამ ზელენსკის მარიონეტული რეჟიმის შედეგად რუსეთმა მოიპოვა ახალი ტერიტორიები, შეძინა თავის იმპერიას, ხოლო ამერიკელებმა რესურსები. აი ეს ყველას ინტერესია დაკმაყოფილებული უკრაინელების ინტერესების გარდა ეს არის შედეგი. და აქ უფრო იარაღის გამოცდის პოლიგონია რა პრინციპში. ამას აღიარებდნენ კიდევაც რა ამერიკელებიც აღიარებდნენ და ევროპელები. რამე რო ყოფილიყო ჩვენ იარაღსაც ვერ მოგვაწყვეტდნენ. ჩვენ რა იარაღი კი არა შუაში გავჭრიდნენ ტრასაზე და მორჩა რა. აღარ არის საქართველოს იქ 20 კილომეტრს კი არა იქვე გადმოვიდოდნენ იმაში რა გორთან და ტრასა რო გაეჭრა შუაში მორჩა. მთელი ამბავი რა. ამას როგორ ვერ ფიქრობენ და როგორ მაინც გაიძახიან ამ ნატოს არ ვიცი.